გამარჯობა. დიდი დრო გავიდა, ჰა? დღეს მინდა ვისაუბრო ერთ თემაზე, რასაც ქვია, როგორ დავარქვა, არ ვიცი. ილუზია? არა, ილუზიაც არ არის, უფრო ევროპაში აი ევროპული ოცნება, არა, უფრო დავარქმევდი, იცი რა, როცა გონია რომ აქ რო ჩამოდიხარ და ყველაფერი მაგრად იქნება. ახან ეს ძმაო ევროპაში ცხოვრობს რა. ეგრე მარტივი რო იყოს გენაცვალე. არა, უფრო მასე მინდა ველაპარაკო, უფრო ჩემი გზა ცოტა სხვანაირი იყო რა, არ იყო პირდაპირ რო ესე სტროიკა მროიკა რაღაც, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს რა. მოკლედ, ერთი მაგარი დეტალია, რომ ხანდახან ცხოვრებაში ერთ მაგარ რაღაც აღმოჩენი, კაცი ხარ თუ ქალი ხარ, აი პოსტსაბჭოთა ადამიანი რა. ნახა ჩვენ ქართველებს ვიტყოდით. მაგრამ ზოგადად გვინდა რომ პოსტსაბჭოთა ადამიანი და შეიძლება ეს მესამე სამყაროც ქვეყნები რა, ეს ვთქვათ ფილიპინებიდან ან აფრიკიდან ან სამხრეთ ამერიკიდან ანალოგიურ პონჩი. აი ცოტა არეული ქვეყნიდან რომ მიდიხარ დაალაგებულ ქვეყანაში და უცებ რომ ამოღამებ, რომ ყველანაირი პრობლემები რო გცილდება და აიგა ძალიან საინტერესო მდგომარეობა რა. იმიტომ რომ უცნაურია, მაგრამ როცა აი გადარჩენა რო არ გიწევს რა. მაგრამ ეგეც ფარდობითია ხა, მაგრამ გადარჩენაში რას გულისხმობ ხა მაგალითად ნუ ხა საქართველოში უმეტეს ადამიანს მაინც აქვს ის ამბავი რომ სახლი აქვთ რა მფლობელობაში. გონი თუ არ ვწდები. თუ ვწდები მომიტევეთ. ნუ არის არიან ვიღაცეები, შეც მაგის საშუალებაც არ აქვს სამწუხაროდ, მაგრამ აი თქვა სახლის ამბავი რო გვერდზე გადავდოთ რა. აი წარმოიდგინე რომ აი სამსახური სამსახური კი არა, განათლება ვერ დაითრია ადამიანმა და კაროჩე დაარხეული გაქვს და გიწევს სპარში მუშაობა და ეს რაღაცა მიზერული სხვა არის ხელფასი რა. და მანდაც ხო ეგ ბაზარია რომ ბიჭო თუ არ მოგწონს წადი რა, კლასიკური კაპიტალიზმი რა. რომ სხვას უშოვით რა პრობლემაა და შენ თუ არ გინდა წადი და სხვაგან ნახე უკეთესი რა. და მაგ პონჩი ვიხარ ტიპი და აი ძალიან ბევრი საფიქრალი ხო გაქვს რა, შეიძლება ვალებიც ქონდეს რაღაც და მე თქვა მაგიდან თუ აქეთ მოდიხარ რა დასავლეთში. ერთი ეგ განსხვავებაა რომ აქ თქვა გერმანიაში, გერმანია რაღაცა თუ წესიერად მოეწყო რომ მუშაობის უფლება გაქვს და რაღაც და აი საშუალო სტატისტიკურ გერმანელთან ან ჩემ შემთხვევაში ნუ აქ ბელგიელის დონეზე თუ ამოხვედი რომ აი საშუალო ხელფასი კი არა და მინიმალურ ხელფასზე ხარ ან ცოტა მაღლა მე იწყება მაგარი საინტერესო რაღაც რომ აი მან როგორც არის ეს ყოველი სოფლიო რაღაც რომ მოხდება კრიზისი მრიზისი და ეს ნავთობი რაღაც და ფასები რო სამაგდება თუ რაღაც. აი ეგეთი რაღაცები რო არ ხდება, რომ მოგვამებ რომ ბიჭო თურმე სახელმწიფო როგორც სახელმწიფო მუშაობს რაღაც პონჩი და არ მიძვირდება რაღაცები და ეგეთი ძვირიც არ ყოფილა ცხოვრება და ვა და მე მაგ ვფიქრდები რომ აი ეს თავის დროზე საქართველოში რო გქონდა ის რაღაცა ერთი ადგილის ჟიმჟიმები რა. ეხლა ნუ ჩემი მინდა გავიხსენებ რომ ნუ არასახარბიელო მდგომარეობაში როცა ცხოვრობდი იქით გურჯისტანში რაღაც მომენტებში მან რა კომფორტზეა საუბარი, ან ტუნი მთლიან ნერვიული სისტემა მთლიან მუშაობს იმაზე, რომ აი ეს ვთქვათ, რა ქვია, მაკუთინა ვიშოვო რაღაცნაირად, რაღაცები რა გავასწორო, ყველაზე ელემენტარული რაღაცები, რა დროს კომფორტია, რა ის დასვენება რას ნიშნავს, ეგ სიტყვა არ ვიცი, ლექსიკონში ჩავამატებინეთ, განმარტება მითხარით, და რაღაც ეგეთები რა. და მე რაკეთ რო გამოდიხარ და აი თქვათ თუ ადგილობრივებთან გიწევს ურთიერთობა, ავუღებ რომ უახჩემი, ვაფშე სხვა სამყაროა და თურმე სადაც აქამდე ვიხარშებოდი, თურმე ყველა ეგრე არ არის რა. და აქ ვაფშე სხვა სამყარო ტიპებს ვაფშე სხვა სადარდებელი აქვს რა. რა თქმა უნდა, ეხა აქაცაა ძალიან ბევრი ეკონომიკური პრობლემები, მაგრამ ნუ შედარება არ არის რა, ეხა სად 40%-იანი საპროცენტო განაკვეთები როა და 1000 მარაზმი, რაც ნუ ზოგადად ამ მეორე და მესამე სამყაროს ქვეყნებზეა შემთხვევით მოდებული. სადეგ და ეხა სად რო ვიღაცეები სოციალური ზღვის ქვეშ არიან აქეთ რა, მაინც პროდუქტები რაღაცა ჯადოსნური გზით, მაინც უფრო იაფია, ეგ მაგარი უცნაური რაღაცაა რა, რანაირად ხდება, ეგ კაცმა არ იცის, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს. მოკლედ რაზე მინდოდა ლაპარაკი არის, რომ აი ეს ყველაფერი რომ მოგცილდება რა, ანუ აი ქუჩურად ატმასკას დაუძახებით რა, ეს ატმასკები აღარ გაქვს რა. ადამიანი პიროვნება როგორც ასეთი რა, ხო ხა ყველა ხო ვართ, ეხა შენც ხარ, მეც ვარ, რაღაცა იპოლიტეც არის რა.
და პიროვნებას ხო რაღაცა თვისებები გაქვს რა და რაღაც პრობლემები გვაქვს, რაღაც წარსულის რაღაც მოუხარშავი ჯანდაბებია და თქვა სტრესის გარემოში რო ცხოვრობ რა, ყოველთვის მაგას დებ გვერდზე რა და აი მე როცა კარგად ვიქნები, მე მივხედავ რა და ეს კარგად ყოფნა არ მოდის არასდროს რა. მოიცადო საქმესაც მივხედავ რა. ხუი ხო. დაუბრუნდეთ თემას ხო. გასუმბობდი. ხო, კარგად ყოფნა არ მოდის არასდროს. აკაკრას ხო, მომავალში გადაგაქვს ყველაფერი. და ესე ხარ რა, მუდმივად რეაქციის ციკლში ასე ვთქვათ და აქეთ კიდე პირიქით. ახე არ ვიცი, მე ჩემ მდგომარეობას ვადარებ იმას რა. პრინცის მდგომარეობას, სადაც ტიპით შემოდიხარ ამით რა. ურთიერთობით და ვაუ. ანუ უკვე ნაცნობი ყავს ადგილობრივი ქვეყანაში, უკვე დიდი საქმეა ეგ რა. ხო და მაგ სიტუაციაში თან როდესაც შენ მოკავშირე აშკარად ეხლა ურთიერთობაში რო ხარ ერთმანეთს გიყვართ და რამე და ნუ ხოაზე ხარ რა, ეხლა ეგ კაი ამბავია. ხო და მაგ სიტუაციაში რა ძალიან ღადაობა საინტერესო რაღაცა არის, აი ეს ჩვენი პოსტსაბჭოთა ადამიანის ესე ჩემი თავიდან განცდილი რომ რაღაც მომენტში კომფორტულ ცხოვრებაში რო ეჩითები რა. უცებ ამღავებ რომ ის რაღაცა მე გადადება აღარ არის რა და როგორც იტყოდნენ ატმასკები გერთმევ და გიწევს რომ შენ თავს გაუსწორო თვალი. იმიტომ რომ აი ეს ყველა ელემენტარული კომფორტები კი არა და მოთხოვნილებები რაც აქვს ადამიანს რა ეს რომ არ გიკანკალებდეს ხელი იმაზე რომ აიმე ქირის ფულია და იმ მაღაზიაში შევდივარ და ვაიმე ისა გაძვრიდა ყველაფერი დამერხა აწი რძეს ვეღარ შევდებ მაცი ანუ რძე არ შემელია და აწი დილას ის ჰერკულესი წყლით უნდა ჭამო და რაღაც ეგეთი ბაზრები რო იყო. იქით გორჯესტანში მაკეთ მომიტევეთ. აქეთ უცებ ამოყვანებ რომ მომენტ ყოფში საერთოდ ყველანაირი მოთხოვნებები რაცაა თავზე გადგას სახურავი არ გაწვიმს, არ გათოვს, გათბობაც წესიერია, არც დენი მიდის, არც გაზი მიდის, არც მაღაზია აქვს სადარდებელი. ფანჯრები უმეტესწილად იმედი აქვია მაგას ორმაგი მინაპაკეტები, თაბოიზოლაცია, რამე, ხმაურის იზოლაცია, ნავაროტკები. საჭმელით საკაიფო, შეიძლება ხელმისაწვდომი რამე რუმე და მე ამღავებ რომ ბიჭო. ანუ თავიდან ძალიან უცნაური არის რა. რომ ეს ნერვული სისტემა რომელიც გაწრთვნილია და გახედნილი არის რომ იქ რაღაცა ფორს მაჟორულ ვითარებებში მუშაობდეს რა რომ ეს რაღაც თავზე გონხობა და არიქა უნდა გადავრჩეთ და რამე. უცებ აქ ისაა რომ და ეხლა ხო და აი ჩემთვის ეგ ცოტა რთული იყო რა, ეხლა უნდა ვაღიარო რა. და ეხლა ვიღაცა იტყვის რომ ისე აი რუსებს აქვთ გამოთქმა ესე ჟირუბესიცაო რა. ანუ ესა კონს რო უცოფთები თუ რაღაც. ანუ როცა ბევრი გაქვს, მე რო აღთისთან იწუწენი პრობლემებს და რაღაც. ნუ ბაზარი არა, საუბრობთ ეგაა რა. მაგრამ ხო არის რა. ალბათ იმედი მაქვს ვინმე ემიგრანტი ამასთან ასოცირებას შეძლებს, რომ კაროჩე არსებობს ეგ ეფექტი რა, რავი. ხო და ეგა ძალიან საინტერესო რაღაც რა, რომ მე უცებ ამოღავებ, რომ შენი თავის ახლიდან აღმოჩენა გიწევს, იმიტომ რომ თავის დროზე ხო ეს წეგანა ასე ვქი რომ თუ გადადებდი მაგალითად აი ერთი ეგეთი თეორეტიკოსი მასტი იყო აბრაამ მასლოუ რა, კაროჩე როჟა რომელიც ბევრს ფიქრობდა ადამიანის мотиваცია რამე რა. ხო და მაგას უნდა პირამიდა გაკეთებული რომ ადამიანს აქვს თავის მოთხოვნილებები რომ თავიდან ყველაზე დაბალი ფუნდამენტური არის რომ ეს რა წეგანას ვქი სახურავი, სითბო, საჭმელი, წყალი რაღაც რომ არ მოკვდე ფიზიკურად რომ არ მოკვდე რა. ანუ რეალურად ასჭირდება ადამიანს როგორც ცხოველს რომ არ მოკვდეს რა. და მე მაგის მერე მოდის ის რა სოციალური ელემენტი რომ ეს ჩვენ ადამიანებს გვჭირდება მეგობრები, სიყვარული, გვჭირდება ეს სტატუსი რაღაცის პონჩი, ხაი, სოფელში რო ხარ და მაგარი მლესავი რო ხარ, აი ეს მლესავად რო გიცნობენ, აი ეგეთი ამბავი რო გჭირდება ადამიანს რომ თავი კარგად იგრის და მე მოდის კიდე რაღაცები არ მახსოვს რა, მე სულიერება თუ არ ვწდები, ჰაი-ჰუი რაღაცა, ანუ ხო ღმერთის ისა ეს რიტუალები რამე რუმე, რაღაც ისო გჯეროდეს რომ სიკვდილის მერე რამე რუმე და ბოლოსკენაა ეს თვითრეალიზება და აქ ამოღავებ რომ ამ საკაიფო სიტუაციაში ჩამოდიხარ, არ ვიცი ყოველ შემთხვევაში ჩემი იმითი ესაა რა. ეგრევე თავს ახტები რა და აი ეს
ბარათაშვილს როგორც აქ ნათქვამი თორცდები იმასია რა ქვია ფიქრინი მტკვრისპირას რა ესავა კაციო ძირგავარდნილი ქორიო კი არა და საწყაული აღუსებელიო რა და აი მანდ აი ამ პირამიდის თავს რომ მიადგები აი ეს ქაოსში გამოწრთობილი ნერვული სისტემის პატრონი აი მან დამუღამე ბარათაშვილი რას გულისხმობდა რომ ადამიანი საწყაული აღუსებელიო კაროჩე ვის რა უძირო ჭურჭელი ხარ რა რომელიც ავსე და ვერ გადაავსებ იმიტომ რომ თავის დროზე თუ რაღაცები გაკლდა და რაღაცებს ისახავდი რა ხოლმე გამოუტყდეთ რამეში აი თავის დროზე თუ ისახავდი რაღაცებს რომ ყოველდღიურობა გადაგეგურებინა ახლა ის ყოველდღიურობის გადაგურება აღარ გჭირდება და ეს დასახავებიც აღარ გჭირდება და ხო რომ უნდა დაამუღამე ხო ვაფშე რისთვის ვარსებობ ვაფშე რა იყო მოიცა რატო ჩალიჩობდი ამ ყველაფერს და ხა რატო ვიძახი ამას გაგიზიარებთ ხსენიათ ალბათ ეგეთი ტერმინი არსებობს როლური მოდელები რა და როლური მოდელი რო აი მაგალითად რა ხა შეიძლება არ ყავს სახლში ან შენ უახლოეს გარემოცვაში ეს ტიპი რა ვისაც იმას იზავ რა ქვია ვისაც პატივსცემ კი არა და აი იმას რო ეძახიან რა მისაბაძი პიროვნება ხო რა ხო და შეიძლება არ ყავს ეგ და რაღაც მომენტში რაღაცნაირი როჟე ხარ რომ აი გინდა თუ რა რაღაც აიქმინ და ვიყო რა და აი გინდა რომ იყო და სახში ვერ ნახულობ მაგის მისაბაძ საზოგადოებას მე არჩევ ვიღაცას რა შეიძლება აი მარტინ ლუთერ კინგი იყოს რა რომ აი მე მინდა ვიყო იმისი მებრძოლი რომ სამართლიანობა მამართლიანობა რაღაც უფლებები დავიცვათ ზაღლების ან უფლებები დავიცვა მეშახტეების მაშინ რომ იფიცებიან და პირს იკერავენ და ყოველას ფეხზე ვკიდია ხო შენც და მეც ყოველას ფეხზე ვკიდია ვაღიაროთ ეხავს მაგარი ეს საიუზნი როშემი სოვიეტკი რესპუბლიკ სად არის შრომელთა უფლებები? კაი კითხვაა. არა, გავკარი სავეტსკი საერთოდ, მაგრამ ხო რა, მოკლედ რას ვიძახდი, რომ დამოუწე რას ვიძახდი. აიგა შენი დაუფიქრებლად გავაგრძელებ გარეთ, იმიტომ რომ შიგნით ძალიან მტვერია რა. ხო და რას ვიძახდი რა და ეს კომფორტის ამბავი რომ გემართება რა. მე რეიწყე ფიქს ვინ ხარ რა ხარ რატო ჩალიჩობდი ამ ყველაფერს. რავი, ჩემ შემთხვევაში ეგრე იყო რომ ფილოსოფიური აზრები წამოვიდა რომ ვინ ხარ, რა ხარ, ვისთვის ხარ, რასაც აკეთებ. რაც შაქამდე ისწავლე, ისიც გჯერო და იყო თუ არა ეს ნამდვილი მართალი. ისთვის აკეთებდი ამ ყველაფერს. და ეს ფიქრები მოდის და რავი, რაღაც უცნაური ისე რჩება რა. ფსიქოლოგიური მდგომარეობა რომ იხლიჩები თითქოს ორად რა. რომ ერთი მე ვიტყოდი რომ თითქოს ტვინი და სხეული თავისი გზით მიდის, მაგარი უცნაურია. რომ ჯერ ხო ტვინი იმას შვება რა ქვია. ტვინი ამ ახალ სამყაროს ეცნობა, ამოღამებს რაღაცებს, ანალიზებს, დანაჩანგლის სწორდაჭერას სწავლობს, ნუ ხა აქ არ გულისხმობ აქ დანაჩანგლის სწორდაჭერა რას ნიშნავს, მაგრამ ევროპული გზები როა რომ მოვჩი ისე დადი არ დამითორები ისე და რაღაც რა ეტიკეტა რა ხო და ამ რაღაცებს სწავლობს ტვინი, მაგრამ ნერვული სისტემა ამასობაში რაღაც სხვაგან არის რა ხო და რავი მაგარი დამაბნეველია ანუ მაგის გამო იყო მე კაკრას რო რაღაც მომენტში მე მაგალითად ამ კითხების დასმით ტვინი რო ჩალიჩობდა რაღაცებს ამ კითხების დასმით მე კაროჩე ის როგორც დასმელი ხალხი იტყოდი და ცოტა კარგ სიტუაციაში ყოფილიყი career switch გავაკეთე რომ კარიერა შევიცვალე ხო და რაც გულისხმობ სხეული და ესა რა სხეული და ტვინი რომ ნერვული სისტემა თქოს ამ კომფორტზე ჩვენ სადარდებელია რა აქტორად რა მაგრამ ტვინი აქ გონკაობს რაღაცებს და კომფორტში ძალიან მარტივად რაღაცა სამხრივად კომფორტზე ჩვენ ძალიან მარტივად და ეშვების სადა ის გადარჩენის რეჟიმი აღარ და მეორეს რო ძალიან საინტერესოა რომ აი ეს შინაგანი დიალოგი რომ ის უსასრულო მაგრამ ვინ ვარ რა ვარ რატომ ისთვის ვარ მე ვის ვარ რაღაც კითხები ეს ტვინი მუდმივად ამ სიახლეებს სხვა კულტურებში რო ეცნობა სულ კითხებს სვავს თავის თავს ეჭქვეშ აყენებს და ბოლოს იხლიჩები რომ სხეული დუნდება ამ კომფორტს ირგებს ასე ვთქვათ რომ
რაღაცა, რომ შეგიძლია მოეშვა, მაგრამ ამასობაში თქვენი დაქრის გიჟივით უნდა გაარკვიოს ვინ არის რა არის, იმიტომ აქამდე რომ თავის თავთან ერთ-ერთი არ დარჩენება, ეხლა რაღაც მომენტია, რომ ვინ ხარ შენ ახალო ადამიანი, როგორც თავისუფალ უნივერსიტეტში ევასება და თუ კიდე ევასება არ ვიცი, ლექტორი საალჩხეიძე. ეგეთ პონჩი რომ დასვა ეკითხა და ხო და საინტერესოა რა. ხო და ჩემ შემთხვევაში ძალიან დიდხანს გაგრძელდა ეგ და რავი, არ ვიცი, სხვა იმიგრანტები თუ ვინც მოისმენთ, ალბათ დამიდასტურებთ ალბათ იმედი მაქვს მაგას. ну არ ვიცი, თქვენ გზას გააჩნია, მაგრამ ვაი, რაღაცა თუ აეწყობი რა. ხო, რაღაც ეგეთი სიწყება რა. საცნაური მდგომარეობა. მოკლედ, რავი, ხო, ჯამში საერთო ისე რა იყო, თემა იყო, რომ აზრი ვილაპარაკე, ხო, იმაზე ვილაპარაკე, რომ სტრესული ქვეყნიდან მოდიხარ, სწორად, თანგრეული ეკონომიკის ქვეყნიდან მოდიხარ, აქეთ დალაგებულ ევროპაში. გადაწყობის დრო აქვს ამ ყველაფერს და ეს ილუზია არ არის, რომ ყველაფერი მარტივია, ეგრევე არ იქ არა, იმიტომ რომ აქეთ შეიძლება კომფორტები იყოს, მაგრამ ხო რა, ანუ უცხო გარემო, რაც არ კარგი იყოს, თუ ცუდი იყოს, უცხო გარემო და უცხო გარემოს კარგი ჭირდება მიჩვევა რა. ეს იყო და ეს